ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები და სათბურები დაიტბორა. მოსახლეობა ამბობს, რომ იმ მცირე დიამეტრიანმა მილებმა მდინარის წყალი ვერ გაატარა, რომელიც ხიდის მშენებელმა კომპანიამ შპს არალი ბოლო პერიოდში დაამონტაჟა. ადგილობრივების განცხადებით, ჭარბინალექის პირობებში მოსალოდნელი საფრთხეები კომპანიამ სათანადოდ არ გათვალა და არაკვალიფიციურად მიმდინარე პროექტის შედეგად ათასობით ლარის ზარალი მიადგა, რის ანაზღაურებასაც მშენებელი კომპანიისგან ითხოვენ. Რომ გამოვიხეთეთ, მთლიანი ეს ნაკვეთი იყო დატბორილი, გავსებული. რის გამო? გამოწეული მდინარიდან ის მდინარეს გაუკეთეს შემოვლითი გზა, იმ შემოვლით გზაში ჩადის პატარა ორი ტრუბა და ის ვერ გაითვალისწინეს, რომ იმ ხელა მდინარიდან ეს წყალი ვერ ჩაეტეოდა. ყოველთვის ეს ზარალი არც არავინ ამნაზღაურებელია, არც არავინ არ ითვალისწინებს. Აი ახლა ამდენი ყანა, თხილი, სათბური დამეტბორა, ამდენი ნერგი მაქვს, ნაშრომი, ნაწვალები და პატრონი არავინ არ არის. ჩითილები ქონა დათესილი, რომელშიც პაჭკაშიც 200 ლარი და 250 ლარი ქონა მიცემული. ესენი ხო პირველი ზარალი უკვე დავიწყეთ აქედან. მეორე თხილი მაქვს ჩაყრილი, იგი რამდენი წელი არის. მე იქიდან ვერ ამონახე შემოსავალი, იმიტომ რომ ეს ახლა წყალმა დაფარა წვერი ვიღა ჩანდა. აქ რაღაცა მილები ჩაყარის თუ რა ჩაყარის არც საჩანს ახლა ის მილები რა იქნა, გაქრა წყალმა წაიღო რა უყოს. იმ მილებიდან დავიდო და გასასუფთავებელია. კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე იყვნენ, გაესაუბრა ეს მოსახლეობა მათ და დაპირდნენ, რომ ამოვლენ და უშუალოდ გაეცნობიან ზიანს შეაფასებენ და ასევე იყო საუბარი ანაზღაურების თაობაზეც.